მარია რესა, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. მარია რესა გახლავთ ფილიპინელი ჟურნალისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მედია პლატფორმა რამპლერის შემქმნელი, რომელმაც დაამარცხა ფილიპინების დიქტატორი დუტერტე. ახლა კი ის აღწერს თავის წიგნში ციფრულ სამყაროში არსებულ მეთოდებს, რომელთაც იყენებენ თანამედროვე ეპოქის ავტოკრატები და დიქტატორები ადამიანების მანიპულირებისათვის, ზემოქმედებისათვის და პრინციპში იმ პროცესისათვის, რომელიც აბსურდულს ხდის დემოკრატიას ზოგადად და არჩევნებს სახელმდობრ. მარია რესას ფოკუსი ამ წიგნში ეს არის სოციალური მედია, კონკრეტულად Facebook-ი. მარკ ცუკერბერგი, რომელთანაც მას აქვს დიდი ხნის, არათუ დავა, არამედ შეიძლება ასე ითქვას, კონფლიქტიც და კონკრეტულად ალგორითმი, Facebook-ის ალგორითმი, რომელიც გულისხმობს გათიშვას სხვადასხვა ჯგუფების ინტერესთა მიხედვით. ამ გათიშულობის შედეგად იქმნება უამრავი რეალობა, უამრავი სინამდვილე, რომელიც ადამიანებს ეჩვენებათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. ადამიანები მიიჩნევენ უკვე გარკვეული ტრადიციული მედიებისგან მოწოდებულ ინფორმაციას ფეიკად და იღებენ რეალობად მხოლოდ იმას, რა რეალობაც მათ ამ წუთას და ახლა სჭირდებათ. ღირებულებებით, ტემპერამენტით, შიშებით, ბრაზით თუ სხვა თუ სხვა. ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ ციფრულ სფეროს ვერ დავაბრალებთ მანიპულაციის და ზემოქმედების იმ ფაქტებს, რომელშიც ვართ ქართული ოცნების გამო, რომ ქართული ოცნება აყალბებს ყველანაირი მეთოდით, მათ შორის იმგვარი მეთოდით, რომელიც რაღაცნაირად ველურიც კი შეიძლება იყოს, ხო, ანუ ისეთით, რომელიც თითქოს და გავლილი 90-იანებში, 2000-იანებში და სხვა და სხვა, მაგრამ რასაკვირველია, ეს წიგნი აქტუალურია მათ შორის იმისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ პროპაგანდას ქართული ოცნების პირობებში აქვს ძალიან დიდი და ძალიან მძიმე გავლენა. და ასევე ცხადია, ბოტებისა და ტროლების ფაბრიკა, რომელიც ქმნის ჰიპერრეალობას, იმგვარ რეალობას, რომელიც ეხმარება ივანიშვილს ძალაუფლების განმტკიცებაში. ეს იყო გაკვეთილები დიქტატურაზე, ჩვენ განვიხილეთ მარია რესას წიგნი, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, მე გახლავართ ლაშა ბუხაძე.